კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ოთხშაბათს დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. ყოველ ოთხშაბათს ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. ღია ეთერში დაგემრუდით გადაცემით ჯანმრთელი დილა, როგორც ყოველთვის დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებ. ძილის დარღვევები ბავშვებში, შიში, სტრესი და ფობია. ჩემი სტუმარია ბავშვთა ნევროლოგი გვანც არველაძე. ქალბატონ გვანცა, მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება აი ამ თემებს, ძალიან ხშირად მოგმართავენ მშობლები და რა თქმა უნდა, დღეს ისინი კომპეტენტურ პასუხებს მიიღებენ თავიანთ კითხვებზე და საჭირო რეკომენდაციებსაც. მოდით უპირველეს ყოვლისა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვუთხრათ თუ რამდენად ხშირია ძილის დარღვევები ბავშვებში და რა თქმა უნდა გამომწვევი მიზეზებზე ვისაუბროთ. ძილის დარღვევა საკმაოდ ხშირი მდგომარეობაა, რომელიც ხდება ბავშვებში დაახლოებით რო ავიღოთ, აი 25%-ს ბავშვებისას, 20-30% აქვს სხვადასხვა ტიპის ძილის დარღვევები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გვაქვს რაღაცა პათოლოგიურ მდგომარეობასთან, რადგანაც ის შეიძლება იყოს დაკავშირებული ვთქვათ ქცევით პრობლემებთან, გარკვეული ადაპტაციის უნარებთან, ან იყოს ასაკობრივი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ასაკობრივი ფაქტორების გათვალისწინება. აი დავიწყოთ მაგალითად ახალშობილობის პერიოდი, განსაკუთრებით ხშირია მომართვიანობა აღნიშნულ საკითხენ, თუ პატარა მithumetes პირველია და ბავშვი როდესაც ჩდება ოჯახში, აბსოლუტურად იცვლება ოჯახის რეჟიმი, განსაკუთრებით ხშირად ხდება ეს ძილის სირთულეები და განპირობებულია იმით, რომ ძილს აქვს გარკვეული სტადიები, ხო? ახალშობილობის პერიოდში ეს სტადიები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, არ არის განვითარებული და პირდაპირ თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზით იწყება, როდესაც ბავშვი ძალიან აქტიურია, ხელის, ფეხის მოძრაობა. ხშირი კითხვაა, რომ ძილი არის ძალიან ზერელე და ასევე არის კრთომები. აი ამ კითხვით მოგმართავენ, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მდგომარეობა, ბიძგისებრი მოძრაობები შეიძლება შეგვხვდეს ახალშობილობის პერიოდში. დაახლოებით ძინავს 16-20 საათი, შემდგომ აი 6 საათიან შუალედს, ანუ აქ არ არის ჩამოყალიბებული დღეღამური რითმი. ეს დღეღამური რითმის ცირკადულობის ჩამოყალიბება იწყება 4-დან 6 თვემდე, თუმცა დაახლოებით 90% ბავშვების ამას აღწევს 9 თვის ასაკისთვის. ანუ რო უფრო განმარტოთ ეს ყველაფერი, ბავშვს არ ძინავს როგორც მოსდილ ადამიანს, მას ძინავს თქვათ 2-4 საათიანი შუალედებით, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვი 1-3 საათიანი შუალედებით, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ 1 საათშიც რო გაიღვიძოს, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა. დაახლოებით 1 წლის ასაკისთვის ძილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 12-14 საათი, დღის მანძილზე ძინავთ 1-2 საათი და 5 წლის ასაკისთვის უმრავლესი ბავშვი უკვე ძილს, შუადღის ძილს, ანუ დღის ძილს აგდებს და 6-12 წელი ეს არის ძილის ხანგრძლივობა სადღაც 9-12 საათი და მოზარდობის თინეიჯერობის პერიოდში ბავშვს, ანუ მოზარდს უნდა ეძინოს 9 საათი. ხშირად აინტერესებს შობ, თუმცა ეს ხშირად ესე არ არის. ზოგადად ყველგან მსოფლიოში ძილის ხანგრძლივობა ადამიანს ძინავს უფრო ნაკლები, ვიდრე ეძინა ადრე და ეს განპირობებულია ვთქვათ სხვადასხვა ელექტროგამღიზიანებლებით, გაჯეტებით, ანუ რო განმარტოთ და შემდგომ ვისაუბრებთ კიდევაც ძილის ქცევით დარღვევებზე. ძილი როგორი რაღაცა იცით, ეს არის ანუ როგორც შეეჩვევი ამ ძილს, შესაბამისად ასევე გთხოვს ორგანიზმი. ანუ ერთ-ერთ სახედ განიხილება ძილის პროცესების მიმართ გარკვეული ასოციაციების არსებობა, ხო, ქცევით დარღვევებში. ანუ მე ვარ მიჩვეული, რომ ყოველი ძილის წინ რაღაცა რუტინა მაქვს, ეს არის თქვათ დღესდღეობით რაც პრობლემა არის გაჯეტი და ამის გარეშე ძალიან მიჭერს ჩაძინება. გარდა ამისა, ეს იწვევს დარღვევას, ეს იწვევს აგზნებას, თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის გაძლიერებას და ხდება ეს ჩაძინების პრობლემები. ახალშობილობის პერიოდიდან, მოზარდობის პერიოდიდან რომ გადავიდეთ მოსდილ ადამიანზე, რაც არის აი ვთქვათ ძილის აკადემიის მიერ მიღებული ხანგრძლივობა 18-დან 65 წლამდე დაახლოებით 7-9 საათი და შემდგომ უკვე აი რაც უფრო ადამიანი იზრდება, მით უფრო მცირდება ძილის ხანგრძლივობა. ახალშობილობის ძილი არის ხანგრძლივი, თუმცა არის ძალიან ზერელე, არ არის ჩამოყალიბებული რითმი და მას ძინავს ისე როგორც ვთქვათ
უნდა. ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ გვხვდება ასევე დარღვევები, ხო? ეს არის რას გულისხმობთ დარღვევებში? დარღვევები, ანუ უძილობა, ინსომნია, ეს არის ძილის ხანგრძლივობის და უწყვეტობის დარღვევა. აქაც გვაქვს ჩვენ კლასიფიკაციები, დისომნიები. დისომნია ნიშნავს, როდესაც გვაქვს ვთქვათ, შეიძლება იყოს ძილის ჩაძინების სირთულეები, წყვეტილი ძილი და ჭარბი ძილიანობაც კი, ნარკოლეპსია ქვია ამ მდგომარეობას, დღის მანძილზე არის ჭარბი ძილიანობა, ღამე უკვე ვეღარ იძინებენ და პარასომნია ეს არის გაღვიძებები და ეს გახლავთ ძილის ფაზები, როდესაც გადადის ერთმანეთში, ამ მდგომარეობებში სხვადასხვა დარღვევა და გვხდება ისეთი მდგომარეობა, როგორიც არის, ვთქვათ, ლაპარაკი, ძილში სიარული, სომნობულიზმი, ღამის კოშმარები, სიზმარი, ესეც მიეკუთვნება და კიდევ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გახლავთ თანხლები და ავადებები, ხო შეიძლება იყოს ალერგია, შეიძლება იყოს ადენოიდები, ტონზილები, რომლებიც ართულებს ძილის პროცესს. და ქალბატონო გვანცა ძალიან ხშირად გვეკითხებიან მშობლები, ჩაძინების პროცესი დავუშვათ, როგორ გავაიოლოთ იქიდან გამომდინარე, უჭირთ ბავშვებს და შემდეგ უკვე წყვეტილი ძილი. დიახ. აი როგორ მივახციოთ უწყვეტობას? როგორც ავხნიშნეთ, ეს ჩაძინების პრობლემები, თქვა დაახლოებით 9 თვემდე, ეს გვაქვს გარკვეული ფაზე. შემდგომ უკვე რაც არის მნიშვნელოვანი ძილის ნორმალური ძილის ჩამოყალიბებისთვის, ეს არის ძილის რუტინა და ჰიგიენა. ანუ პირველ რიგში, ვთქვათ, ეს აუცილებლად უნდა იყოს ერთი და იმავე დროს ჩაძინება, ერთი და იმავე დროს გაღვიძება, ხო? ხშირად გარდა ხანგრძლივობის არის აი ამ სტადიების გადაწევა, აბსოლუტურად ნორმალური ხანგრძლივობით ძინავს, მაგრამ მიჩვეულია, რომ იძინებს არა 10 საათზე, არამედ თქვა ღამის პირველ საათზე და იღვიძებს მოგვიანებით. ეს არ არის სწორი. ეს უნდა ექიმის რეკომენდაციას მიყვეს და რაც ბავშვი მოეთხოვება, თქვა მოზარდობის პერიოდი ის 9 საათი თუ უფრო ნაკლები ასაკთან ერთად, უნდა იყოს ერთი და იმავე დროს ან მიახლოვებული თქვა ნახევარი საათით განსხვავებული. დილითაც ხდება ის ახლა ტრანზიტორული უძილობაც არის რაღაცა დღესასწაული სადღაც მიყვავს ბავშვი, ხო? დილითაც მაქსიმალურად ეცადეთ, რომ დასვენების დღეებშიც არ მიცეთ საშუალება, რომ აი ძალიან ხანგრძლივოს ძილი, რომ ერთი და იმავე დროს გაიღვიძოს. და შესაბამისად ალბათ ადრე რომ დაიძინებს, ადრე გაიღვიძებს. დიახ. და გარდა ამისა არის კიდე აი თქვენ ახლა ჩვილობის პერიოდზე საუბრობდით, შეღვიძებები, ხო, ღამის შეღვიძებები. ითვლება, რომ ბავშვი 2-დან 6 ჯერ შეიძლება იღვიძებდეს, მაგრამ აქ თვითონ ნაწილი თავისით იბრუნებს ამ ძილს, ნაწილს აქ სირთულე, თუ აი ბუნებრივი კვება ერთ-ერთი საუკეთესოა, ხო, ბავშვისთვის, თუმცა ძილისთვის ცოტა სირთულეს იწვევს, იმიტომ რომ ის უკვე მიჩვეულია გაღვიძებას, კვებას, ასია ადაპტაციის პროცესი და პირველ რიგში უნდა ვეცადოთ ეს რუტინა ჩამოვაყალიბოთ, ძილის ჰიგიენა დავიცვათ, გარკვეული რიტუალი შეიძლება გქონდეს ძილის წინ და აი ყველა შეღვიძებაზე არ არის სასურველი, რომ იმ წუთში დედამ ან მშობელმა ან მომლელმა აიყვანოს ხელს. უნდა მივაჩვიოს თავით გააგრძელოს ძილს და კიდევ აი კვების ფაქტორია, ხო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორც აღვნიშნეთ 2-დან 6 თვემდე უკვე შეუძლია ამ შუალედის გაკეთება, მაგრამ არის რომ 2-3 ჯერ მიჩვეულები არიან ბავშვები ღამის მანძილზე კვებას, რომელიც ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დაახლოებით აი ამ 9 თვის ასაკიდან ეს კვება იყოს ან მინიმუმამდე დაყვანილი, ან ამოღებული რაციონიდან. ეს რაც შეეხება ჩვილ ბავშვებს და რაც შეეხება ბაღის ასაკს და შემდეგ სკოლის ასაკს, ძალიან ხშირად, აი თქვენც აღნიშნეთ, რომ ბავშვები არიან ეს გაჯეტებზე, ტელეფონებს მიჯაჭულები და აქედან გამომდინარე ძილის ფაზა დარღვეულიც არის და ხდება გვიან ჩაძინება. ცოტა რთულია, რაც იზრდება ბავშვი, მით უფრო ალბათ რთულია, ხო, მართვა და მაინც როგორ უნდა მოვახერხოთ, თუნდაც ძილის წინ ის რომ ელექტროგამღიზიანებელს მოვწყვიტოთ დაუშვათ, ხო? აი რა შევთავაზოთ, როგორი გარემო და რამდენად მნიშვნელოვანია 7 გარემო შექმნა. დიახ, აი სხვა შორის ახლა უყურებ ახალ ბედა დედებს, რომლებიც მოდიან ჩვენთან და ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე იმდენად ინფორმირებულები არიან ამ გაჯეტების, თქვათ, მავნე და ასევე დადებით მხარეებზე, რომ ისინი ცდილობენ, რომ ნაკლებად ჯერ პირველ რიგში განვითარებას უყურებენ და მერე უკვე იციან, რომ ძილის წინ გაჯეტი დაახლოებით 2 საათით ადრე, ეს
უნდა გქონდეს ყველას გათავისებული, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა შვილმა მიიღოს ნორმალური ძილი და არ გქონდეს ეს პრობლემები, ეს არის დამოკიდებული ჩვენზე, ხო? აუცილებლად უნდა გქონდეს გათვითცნობიერებული, რომ გაჯეტი არ შეიძლება დაძინებამდე 2 საათით ადრე, არა მარტო ბავშვისთვის, არამედ მოზარდისთვის და მოზრდილი ადამიანისთვისაც არ არის ასულელი. გარდა ამისა, აი ამგზნები აქტივობები, ხო, სხვადასხვა სირბილი, სხვადასხვა დაძინებამდე უფრო უნდა გადავიდეთ რაღაცა ეს მშვიდ გარემოში, ხო, გარკვეული რუტინა, აი რაც არის, თქვა სამაგიდო თამაში, აერჩიეთ ერთი სამაგიდო თამაში ან წიგნი, ან რაღაცა წყნარი სათამაშო, რომ ყოველი ძილის წინ გქონდეს ეს რუტინა, რომ ვემზადებით ჩვენ ძილისთვის, ხო? ბავშვთა ასაკში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ ჩვენ საუბრობთ იმ მდგომარეობებზე, როდესაც თქვა არის განპირობებული გარემო ფაქტორებით და არ არის განპირობებული სხვადასხვა მდგომარეობებით. გარდა ამისა არის მდგომარეობები, რომლებიც მართლა დაკავშირებული არის აი ძილის დარღვევასთან. ეს არის სუნთქვის სირთულეები, ხრინვას ვეძახით ჩვენ, რომელიც შეიძლება გადავიდეს ობსტრუქციულ მდგომარეობაში, ანუ გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა და ამის მიზეზი ძალიან ხშირი არის ადენოიდები, ტონზილები ან სხვადასხვა პრობლემები, ამიტომ თუ ესეთი პრობლემა ხვდებით, აუცილებლად უნდა ინახოს ეს ბავშვი ექიმის მიერ, რადგანაც შეიძლება გამართდეს სხვადასხვა სახის აპნოე. გვაქვს ესევე მდგომარეობები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, სხვადასხვა მოძრაობები, აი ჭიანჭველის სენსორული დარღვევები, ჭიანჭველის მსგავს შეგრძნებებს, ცოცვის შეგრძნებებს აღწერს ბავშვი. აქაც უკვე აი ესეთ მდგომარეობებზე ვთქვათ, მე მინდა ყურადღება გავამახვილო, გარდა ვთქვათ აი დარღვევებისა, რომელიც განპირობებულია ჩვენი მიზეზით, რამ საჭიროებს ვთქვათ ექიმთან მიმართვიანობას, ხო? აი სუნთქვის პრობლემები, აპნოე და სუნთქვის შეკავება, ვთქვათ მოუსვენარი ფეხების სინდრომი, დღის ჭარბიძილიანობა, როდესაც აქვს ჭარბიძილიანობა და ღამის მანძილზე არ იძინებს ბავშვი. ამ მდგომარეობებში უკვე საჭირო არის გარკვეული კვლევების ჩატარება და შესაძლებელია თუ ვერ დავარეგულირეთ, იყოს ჩართულობა მედიკამენტით, მაგრამ ისეთ მდგომარეობებს, როგორც თქვენ საუბრობთ, რომ ვთქვათ, ბაღის აბსოლუტურად ნორმალურ ბავშვს, რომელსაც არ აქვს არანაირი სომატური დარღვევა, მაგრამ გვაქვს ძილის პრობლემები, ეს უნდა მშობელმა არეგულიროს, როგორც აღვნიშნეთ, ძილის რეჟიმით და ძილის რუტინით და შემდეგ გადავალთ ჩიშზე, ხო, რომელიც ერთ-ერთი ფაქტორია. მოკლედ აი ეს რომ შევაჯამოთ ძილის ფაზა, მაინც მშობლებზეა ლომსწილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვმართოთ და რეჟიმს რაც შეეხება, როგორც შევაჩვევთ, რა რეჟიმსაც შევაჩვევთ, ისე წარიმართება ძილის ფაზა და რაც შეეხება შიშებს, რა თქმა უნდა, ესეც ძალზედ აქტუალური საკითხია. თუნდაც შიში იწვევს თუ არა ძილის დარღვევას და ზოგადად რაზე ვსაუბრობთ, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბავშვთა შიშებს ვახსენებთ. დიახ. შიში ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც იწვევს ძილის დარღვევებს. ზოგადად განვიხილოთ ახლა შიში სანამ ძილზე გადავალთ. შიში ეს შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და ეს ჩვეულებრივი ამბავია. შიში ჩდება ბავშვის ქვეცნობიერში, იმიტომ რომ ეს არის ადაპტაციური დამცველობითი მექანიზმი, ხო? გარკვეული მოვლენის მიმართ უნდა არსებობდეს შიში. ასაკობრივია, ვთქვათ, ახალშობილობის პერიოდში აქვთ ხმაურის შიში, სხვადასხვა მკვეთრი მოძრაობების შიში, განსაკუთრებით 1-დან 3 წლამდე ხშირი არის მშობელთან განშორების შიში, განსაკუთრებით ბაღის პერიოდში. შემდეგ უფრო მოზრდილ ასაკში ეს არის, აი, მოზრდილ არა 6 წლიდან ჩდება კითხვები სიცოცხლესთან და სიკვდილთან დაკავშირებით, აქაც უნდა ვიყოთ გაცნობიერებული და ველოდოთ, რომ ეს კითხვები შეიძლება წამოვიდეს. გარკვეული დაავადებების, მშობლის კარგვის შიში და მოზრდილ ასაკში განსაკუთრებით მოზარდებში სოციალური ფობიები, სოციალური შიში არის ერთ-ერთი წამყვანი. შიში როგორც აღვნიშნეთ, თუ არის ხანმოკლე, ჩვენ ვეძახით, ვთქვათ, შიში და თუ ეს გახანგრძლივდა 6 თვეზე მეტი, ეს უკვე გადადის ფობიაში. ფობია არსებობს სპეციფიური ფობიები, გარკვეული მოვლენის მიმართ ფობია, ვთქვათ, გარკვეული ცხოველის, გარკვეული კატაკლიზმის მიმართ. აქ უკვე სამუშაო არის ფსიქოთერაპევტის, რომ ამის დაძლევა მოხდეს. ბავშვთა ასაკში ხშირად ხდება აი ესეთი მომართვიანება, რომ არ უნდა სახლიდან გასვლა, ხო, განშორების, რომ განშორების შიში, რაღაცა სახლიდან გასვლის შიში ადამიანებთან, რომ სხვა გარემოში ადაპტირების შიში და მოზარდებში, როგორც აღვნიშნეთ, ვთქვათ, იმედგაცრუება, რაღაცა, რომ არ გამომივა, ანუ სოციალური შიშები, ეს გაჩნდება და იქნება ბავშვის ცხოვრებაში ბუნებრივია, დიახ, მაგრამ თუ გახანგრძლივდა ეს ყველაფერი და მით უმეტეს თუ ჩვენმა გარემო ფაქტორებმა ხელი შეუწყვა, ძალიან ხშირად არის, რომ ნუ გეშინი არ დავარდე, არ იტკინო, ეს თავისთავად იწვევს ამ ყველაფრის გამწვავებას, ამ მდგომარეობის. ან
ან ოჯახური კონფლიქტები, რაზეც ჩვენ ეთერში შესვლამდე საუბრობდით, ხო, განსაკუთრებით ეს იწვევს ძილის დარღვევას და ამ შიშების გამწვავებას. გაჯეტები უკონტროლოდ ყურება გაჯეტების და ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც არ არის ბავშვისთვის სასურველი, ეს უკვე იწვევს მდგომარეობებს და საკმაოდ რთულად სამართავია და რთულად დასარეგულირებელია. ეს არის დღის შიში, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს ღამის შიშები, ძილის შიშები. ღამის შიშზე გადავალთ და ამაზეც ვისაუბრებთ, საინტერესოა. აი თქვენ ახსენეთ ეს ფრაზა, რომ ნუ გეშინია, არ შეგეშინდეს. ძალიან ხშირად მშობლები ვიმეორებდით ამ ფრაზას, თუმცა ამას ნეგატიური უკავშირი მოყვება. ხო, ჩვენ გონია, რომ ამით ბავშვს ვიცავთ, ამ დროს რა ხდება ბავშვის აღქმაში? როგორ აღიქვავს ამ ფრაზას? კი ბატონო, ანუ ნუ გეშინია ეს ფრაზა, აი რაღაცა მოგივა და ამას ეს უნდა დავივიწყოთ, ხო? უნდა ვასწავლოთ, რა თქმა უნდა, რომ აი არ გადმოვარდე. ანუ პირით ამძაფრებს შიშს. კი ბატონო, უნდა იცოდეს, რომ არ უნდა მივიდეს თქვა ღია ფანჯარი. ესენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობელს არ უნდა კონდეს რეაქცია, მან უნდა იცოდეს და დაასწავლოს, მაგრამ ძალიან ხშირად ამის თქმა იმ პერიოდში, როდესაც ისედაც ვითარდება შიში, ხო, ეს უკვე მას მოქმედებს ძალიან ნეგატიურად და იწვევს აი ფობიაში გადასვლას და უკვე აღიქვამს ბავშვი, რომ ეს არის ძალიან სტრესული, ძალიან საშიში და თავისთავად უკვე აქ ერთვება სტრესის მექანიზმი, ადაპტაციური დამცველობითი მექანიზმი, ძლიერდება თქვა თავის ტვინის დონეზე, გარკვეული სტრუქტურების აქტივაცია, სტრესის ჰორმონის გამოყოფა და ეს ყველაფერი უფრო მეტად ამწვავებს ამ მდგომარეობებს, ვიდრე ვთქვათ არის საჭირო ამასთან გამკლავება. დავასწავლოთ მშვიდად, წყნარად, მაგრამ არა აუხსნათ, მაგრამ არა აი ამ ფორმით, რომ ნუ გეშინია, საშიშია, ხელი არ დაადო, არ დავარდე, ეს ხო ბავშვი ყველაფერს სწავლობს, აინტერესებს ეს შეგრძნებები. კი ბატონო, და აი ღამის შიშები რასთან არის დაკავშირებული? დიახ, აი ეს შიში, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, თქვა დღის მანძილზე შიში იწვევს ძილის შიში. ძილის შიში ეს არის მდგომარეობა, როდესაც ეშინია ჩაძინების. ანუ ეშინია ჩაძინების, რადგანაც უკვე დღის მანძილზე გადატანილი გარკვეული ტიპის სხვადასხვა ემოცია და ნეგატივი იწვევს ამ ჩაძინების პრობლემებს და აქაც უკვე მშობელმა უნდა იმუშაოს, როგორც აღვნიშნეთ, უნდა ძალიან ხშირად ვესაუბროთ, ველაპარაკოთ და არის გარკვეული ტექნიკები გადავლახოთ ეს შიში, ხო? ეს არის თქვათ სინათლის ანთება, ოთახში ცოტა ხანი დატოვება, გარკვეული დროის შემდგომ ამ ხანგრძლივობის მცირება, გარკვეული სათამაშო, სიბნელის შიში არის, ძალიან ხშირად არის. რაც შეეხება თვითონ ღამის შიშები, აი ღამის კოშმარები, ამასაც მე მაინც დავაკავშირებდი აი ამ ემოციურ ფონთან, თუმცა აქ უკვე შეიძლება იყოს გარკვეული პარასომნიასთან გქონდეს მდგომარეობა, როდესაც არის აი ამ გარკვეულ სტადიებში, ძილის ფაზებში არევა, აი თქვათ ღამის სომნას, საუბარი, სიარული, მთვარეულობასაც ვეძახით, ხო? და ღამის კოშმარი, ხო? მარი აი ხშირად იღვიძებს ბავშვი კონფუზიურ გაბრუებულ მდგომარეობაში, მასთან არ არის აუცილებელი, რომ იმ წუთში დაამყარო კომუნიკაცია და რაღაცა ესე გააღვიძო, ან რადგანაც ის ირის მას აბსოლუტურად არ ესმის, ის არის ღრმა ძილის ფაზაში და გარკვეული დროის შემდგომ ეს ავაპიქზე და ბავშვი დაწყნარდება და არც მეორე დღეს არის განხილვა საჭირო ამ მდგომარეობის, რომ შენ თქვა ლაპარაკობდი, ან დადიოდი, ან რაღაცა ესე გაიღვიძე, იმიტომ რომ არ ახსოვს ამას, მაგრამ ძილის შიში, ანუ ჩაძინების შიში და თვითონ ღამის შიბნელის შიში, აქ უკვე მშობელმა უნდა ესაუბროს, ან ჩაერთოს ფსიქოთერაპია. რამდენად მისაღები ამ დროს, იმ დროს თუ ბავშვს აქვს ჩაძინების შიში, რომ მშობელთან ერთად დაიძინოს. რა თქმა უნდა, მშობელთან ერთად დაიძინოს, თქვა ერთი დღე, მე უკვე უხსნით, რომ მე ცოტა ხანი დავრჩები შენთან და უნდა გავიდე, გარკვეული პერიოდი ჩვენ ცოტა შევუწყოთ, რა თქმა უნდა, ხა პირიქით, რომ ესე არ შეიძლება აუცილებლად უნდა გეძინოს შენ საწოლში, იმ პერიოდში ეს ეფექტური არ იქნება. პირიქით გაამწვავებს მდგომარეობას, გადალახვის ტექნიკა იმ წახალისებით უნდა ვასწავლოთ. და იმ შემთხვევაში თუ ბავშვობის ასაკში ღამის შიში არ დასწილია პატარა, მაშინ
არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვეს ადამიანს ეს შიში. იცით, აი, ნაკლებად ალბათ, ნაკლებად ასაკთან ერთად ეს ძილის შიშები და ღამის შიშები ლაგდება, თუმცა უძილობა, რა თქმა უნდა, მოზრდილი ადამიანის თუ ეხლა უკვე მოზრდილ ადამიანს აქვს გარკვეული არაადეკვატური შიში, ხა ბავშვს პატარა შეიძლება ეშინოდეს მონსტრის და გასაგებია, ხო? უკვე თუ რამე ფილმი ნახოს და მოზრდილ ადამიანებს, რა თქმა უნდა, შეიძლება აი სტრესულმა მდგომარეობებმა, სხვადასხვა ნევროტულმა გარემო ფაქტორებმა დაარღვიოს, მაგრამ აი ესეთი შიშის ფაქტორები ღამის ძილის ნაკლებად არის. კი ბატონო, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და ზოგადად ისევ სტრესებს მინდა მივუბრუნდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამღიზიანებელია, რა თქმა უნდა, ამ გარემოში მნიშვნელოვანია 7 გარემო, თუმცა აღარ რთულია ამ ყველაფრის მართვა. რა თქმა უნდა, მშობელზე მოდის რომისწილი, მაგრამ გარდა იმისა, რომ ბავშვები გარკვეულ დროს ოჯახში თუნდაც 7 გარემოში ატარებენ დედასთან, მამასთან ერთად, ბავშვები გადიან სოციუმში, იქ ისინი სტრესებისგან არ არიან დასწვეულები. თუ დაუშვათ, ვატყობთ, რომ ბავშვი რაღაცას მალავს. გამორიცხულია ეს მშობელს დაკვირვებულ თვალს მით უმეტეს არ გამორჩება და თუნდაც ის რაღაცა გარკვეული ფაქტი არის შიშის გამომწვევი მიზეზი, ხო? ვატყობთ, რომ ბავშვი იმყოფება სტრესის ქვეშ. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი დაუშვათ ჩვენთან არ იხსნება, მიზანშეწონილი არის თუ არა იმ წუთშივე ფსიქოლოგთან მისი წაყვანა, როგორ უნდა შევამზადოთ, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ ერთად. ხო, ნუ გეთანხმებით, რომ ძალიან რთულია, თუმცა ყველა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს კარგი მშობელი რაც არის, ხო, პირველ რიგში ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცით უზრუნველყოფილი იყოს. პირველი უნდა გქონდეს ალბათ ისეთი ძალიან ახლო მეგობრული დამოკიდებულება შენ შვილთან, რომ ესეთი პრობლემა არ შეგექმნას, თქვა არ მალავდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ხდება, რომ თუ ამან შეხედეთ, რომ იმ მოქმედებს ბავშვის, რა ვიცი, ჯანმრთელობაზე, აკადემიურ მდგომარეობაზე უკვე სპეციალისტის დახმარება იქნება საჭირო. არის მდგომარეობები, რომ წინააღმდეგობას უწევენ, ძალიან თვითონ ბავშვებს აღქმა აქვთ ისეთი, რომ აი არ უნდა ფსიქოლოგი, ან ფსიქიატრი, ან ნევროლოგი, ძალიან ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევები, მაგრამ იმ თუ ეს მწვავდება თვითონაც კი ითხოვენ ხოლმე უკვე დახმარებას, ხო, ანუ მშობელმა უნდა აუხსნას აღნიშნულ მდგომარეობაზე. მოკლედ, რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა არსებობს პათოლოგიური მდგომარეობები, არსებობს დარღვევები, არსებობს დაავადებები, თუმცა უდიდესი როლი აქვს ამ ყველაფერში, აი ამ ქცევაში, ამ ძილის განვითარებაში და ზოგადად ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახს და მშობელს, განსაკუთრებით დედას და მამას, ხო, გარემოს, სადაც იმყოფება ბავშვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება უნებლიეთ, აი აბსოლუტურად უნებლიეთ, იმიტომ რომ მე მინდა რომ რაღაცა შენ იყოს საუკეთესო გარკვეული მიმართულებით, მოთხოვნების წაყენებით და ესეთი უნებლიე შეცდომებით შეიძლება იყოს განპირობებული მშობლის მხრიდან და მივიღოთ ბავშვები ისეთები, როგორებიც არიან. და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჯანსაღ გარემოში აღზარდოთ ისინი. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის, საჭირო რეკომენდაციებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ბავშვთა ნევროლოგი გვანცა არველაძე, რაც შეეხება საუბრის თემას, ბავშვებში უძილობა, დარღვევები, ძილის დარღვევები, შიში, სტრესი, ფობიები და თქვენ შეგიძლიათ ვინც ახლა შემოგვერთით გადახვევის რეჟიმში ნახოთ გადაცემა რადიო იმედის Facebook გვერდზე, პორტალებზე იმედიჯი, ვიდეოჯი, მაგთიაიბი ტელევიზიით 53 არხზე. მადლობა დროებით რადიო იმედის სტილის არხი აქცელებს მაუწყებლობას, განცა მადლობა. მადლობა.